თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოში გადარჩეს, იმისათვის, რომ საქართველოს გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მათი შეფასებით, სწორედ მედიას აქვს და თუ ის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი წვლილი იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემა, თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გაშუქდეს ჯეროვნად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად ყველა მხარის წარმოდგენით. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც აქვს აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს. რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ მთავარია სინათლე არ ჩაქრეს. სწორედ ამ სლოგანით არის წარმოდგენილი დღეს ეს საპროტესტო აქცია, რომელიც როგორც გითხარით, შედგება არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისგან, არამედ მედია კრიტიკოსებისგანაც, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისგანაც და ნებისმიერი რიგითი მოქალაქისგანაც. ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, რომელსაც 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიუხედავად იმისა, რომ მუხლი გადააკვალიფიცირა და პროკურატურის ის ვერსია, რომელიც 7 თვის განმავლობაში თითქოს და მტკიცდებოდა სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელთა თავდასხმის მუხლით, ვერ დადასტურდა, თუმცა მზია ამაღლობელი მაინც პატიმრობაში იმყოფება. შეგვიძლია ახლა იმ ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების კომენტარებს მოусმინეთ, რომლებიც დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად. მედიისთვის გარემო არის მკვეთრად გაუარესებული, ჟურნალისტები მუშაობენ ძალიან მძიმე პირობებში, ისინი ხშირად არიან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური თავდასხმის სამიზნე და ამ ყველაფერს დაემატა ფინანსური პრობლემებიც. ონლაინ მედია ისედაც მუშაობდა ძალიან მწირი რესურსებით და პრაქტიკულად ივნისიდან მათთვის უკვე ესეც აღარ არის ხელმისაწვდომი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი უკვე 3 თვეა პრაქტიკულად უხელფასოდ მუშაობს და არც პერსპექტივა არ არის, რომ ქართული ოცნება უკან დაიხევს. გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ საზოგადოებას დახმარებისთვის, რომ ონლაინ მედიამ არსებობა შეძლოს და გააგრძელოს იმ საქმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა ძალიან თავგამოდებით, თავგანწირვით და გულმოდგინებით, რომ მიიტანოს ინფორმაცია საზოგადოებამდე.